მოტივაცია ეს არის ის, რაც აღწრავს ქცევას უკვე ამერიკულ ფსიქოლოგიაში, ამერიკულმა სკოლამ კიდევ სხვა, ასე ვთქვათ, ასპექტები გამოყო მოტივაციის. გარდა ნორმატიული ასაკობრივი ფაქტორებისა, ასევე განვითარებაზე გავლენას ახდენს, რა თქმა უნდა, ნორმატიული შეიძლება ითქვას ეს ისტორიული ფაქტორები. არ მომწონს ესე რა ვთქვათ, როცა მშობლები, ოღონდ ეს რა თქმა უნდა არც კრიტიკაა და არც უბრალოდ ჩემი მოსაზრებაა. როცა ბავშვი ცდილობს რომ უკვე დამოუკიდებლად დაიწყოს ქმედება და მშობელი ვერ გამოდის ჩვენ კონცეფციიდან. შემდეგ შეიძლება უკვე, როდესაც ის სოციალურ მსახურებაში იქნება, სამსახურში იქნება, საზოგადოებაში იქნება, ყოველთვის მოგრძალებით იქნება დაეჭვებული საკუთარ შესაძლებლობებში და ყოველთვის მის წინაშე იდგება აი ეს საკითხი, რომ სხვა უკეთესად შეძლებს. ყველაზე სასურველი საითკენაც ჩვენ მივისწრაფვით არის იდენტობის მიღწევა. დიახ. და იდენტობის მიღწევის მაგალითიც რომ მოვიყვანო, ერთ-ერთი იგივე მაგალითზე იქნება, რომ სტუდენტი, აბიტურიენტი, რომელიც თვითონ გაანალიზებს თავის ღირებულებებს და ის გააზრებულად თავისი მოთხოვნილებების და სურვილების გათვალისწინებით გააკეთებს პროფესიულ არჩევანს. ეს არის უკვე იდენტობის მიღწევა, სადაც ჩვენ მივისწრაფვით. მოგესალმებით, ფასკუნჯი ფსიქოლოგიური სივრცე, წარმოგიდგენთ პოდკასტს, ასე ფსიქოლოგიური ტერმინი. მე მისი წამყვანი ფსიქოლოგი მარიამ ნოზაძე ვარ. დღეს ჩვენთან არის სტუმრად ფსიქოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ლანა სულხანიშვილი. მოგესალმებით და მადლობთ, რომ გამონახეთ დრო ჩვენ პოდკასტში სტუმრად მოსასვლელად. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის. კი ბატონო, ჩვენ დღეს განვიხილავთ 5 მნიშვნელოვან ტერმინს, რომლის ცოდნაც და რაობაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს, ვფიქრობ, ადამიანების ცხოვრებას. წინა პოდკასტშიც ვისაუბრეთ და ეხლა გავმეორდები, რომ როდესაც რაღაც ხდება შენ ცხოვრებაში და სახელს ვერ არქმევ, უფრო მეტად ბუნდოვანება, უფრო მეტად სირთულე გგონია და უფრო დამძიმებულია მდგომარეობა, მაგრამ როდესაც რაღაცას თავისი სახელი ერქმევა, უფრო მარტივია იქიდან გამოსვლა, გამოსავალი და უფრო თითქოს მარტივდება, ანუ თითქოს როცა რაღაცა იცი, რის წინაშეც დგახარ, გამოსავლის პოვნაც მარტივია და ერთი დიდი ნაბიჯია გადადგმული, ასე ვთქვათ, პოზიტიური განვითარებისკენ. დღეს რადგან განვითარება ვახსენებ, პირდაპირ დავიწყოთ ბარემ ტერმინით განვითარება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის და ყველა ცოცხალ არსებას, არა მხოლოდ ჩვენ, რა თქმა უნდა, ადამიანებზე ვაქცენტირდებით დღეს, თუმცა რაც კი სულიერია დედამიწაზე, განვითარების პროცესს ყველაფერი გადის. ადამიანებში განვითარება არის უწყვეტი და ეტაპობრივი ცვლილება კოგნიტური, ემოციური და სოციალური სფეროების მიმართულებით. და ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ერიკ ერიქსონის ფსიქოსოციალური განვითარების მოდელის მიხედვით, სადაც ის გამოყოფს განვითარების 8 ეტაპს. თქვენ რომ ასე ვთქვათ, უფრო განვავრცოთ, ჩავშალოთ და მაგალითებიც მოვიყვანოთ. 1-2-იც უფრო ისეთი, რომელიც ადამიანების ცხოვრებაში უფრო ხშირად ხდება, რომ საკუთარი თავი იპოვონ ამ მოყვანილ მაგალითებში და უფრო გაუმარტივდეთ სახელის დარქმევაც, მათ პრობლემებზე თუ გამოწვევებზე და ასე ვთქვათ, გამოსავლის ძებნოს მე უფრო მარტივი გახდება, როგორც აღნიშნეთ. ძალიან დიდი მადლობა მარიამ, კვლავ მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის და იმ პოდკასტისათვის, რომელსაც თქვენ უძღვებით, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ 100 ფსიქოლოგიური ტერმინის განსაზღვრების შესახებ გვეძლევა ჩვენ შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ. დღეს, რა თქმა უნდა, რადგანაც თქვენ გამოყავით ტერმინი განვითარება, ვისაუბრებთ განვითარებაზე და ვიდრე დავიწყებთ საუბარს, მინდა აღვნიშნო, რომ აქცენტი რადგანაც გაკეთდა მხოლოდ ტერმინის განმარტებაზე და ახსენეთ თქვენ ერიქსონის თეორია, ზოგადად მეც ვეცდები, რომ ვიყო უფრო კონკრეტული და რაღაცნაირად არ მიეცეს ისეთი სალექციო ფორმა ჩვენს პოდკასტს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რადგანაც ვიქნები კონკრეტული, ეს არ ნიშნავს ზოგადად იმას, რომ ამ საკითხზე უფრო ვრცლად განვრცობილად საუბარი არ შეიძლება. თავად ტერმინი განვითარება ძალიან მრავლის მომცველი არის. თქვენ ახსენეთ ერიქსონის თეორია გახლავთ
ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი თეორია იმ თვალსაზრისით, რომ მოიცავს ადამიანის განვითარების სრულ ციკლს ჩასახვიდან, დაბადებიდან, სიცოცხლის ბოლომდე, ცხოვრების დასასრულამდე და 8 სტადიისაგან შედგება. ასევე განვითარების ფსიქოლოგია, რა თქმა უნდა, იცნობს სხვა თეორიებსაც და აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ ზოგადად, როდესაც საუბარია განვითარებაზე, ჩვენ განვითარების სპეციალისტები ყოველთვის ხოლმე ყურადღებას ვამახვილებთ განვითარების სფეროებზე და შესაბამისად თითოეული სფერო, რომელიც არსებობს ადამიანის განვითარების თითოეული სფერო, ამ თითოეულ სფეროზე შექმნილი არის არა მხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე განვითარების თეორია და რადგანაც სფეროებიც ვახსენე, განვითარების სფეროები, აქვე აღნიშნავ, რომ ადამიანი გახლავთ ბიოფსიქოსოციალური და სულიერი არსება და არსებობს შესაბამისი თეორიებიც. უშუალოდ რაც შეეხება ტერმინს, როგორც შევთანხმდით, რომ უფრო კონკრეტულად ვიქნებით, რა თქმა უნდა, ტერმინი განვითარება ეს არის ერთგვარად პროცესის გამომხატველი, თავად განვითარება უკვე დინამიკაზე მიანიშნებს, ცვლილებაზე მიანიშნებს, უწყვეტობაზე მიანიშნებს და გამომდინარე აქედან განვითარება ეს არის უწყვეტი, დინამიური და მრავალმხრივი პროცესი, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში მიმდინარეობს, როგორც აღვნიშნეთ, ჩასახვიდან, დაბადებიდან, ცხოვრების ბოლომდე, სიცოცხლის დასასრულამდე ადამიანი მუდმივად ვითარდება და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ განვითარების პროცესში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორებს, როგორც არის მემკვიდრეობა, როგორც არის გარემო, ზოგადად აღზრდა და ცხადია, რომ ეს ცალკეული ფაქტორის არსებობა არის უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი, როგორ ახდენს გავლენას გარემო ადამიანის განვითარებაზე, მემკვიდრეობა რა გავლენას ახდენს განვითარებაზე და ასევე შინაგანი პიროვნული რესურსები, რომელიც აქვს ადამიანს და რომელსაც სჭირდება გააქტიურება და ამ რესურსების განვითარებას ხელშეწყობა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც საუბარია განვითარებაზე, აი გარემოდან მაგალითად შეიძლება ჩვენ გამოვყოთ ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, როგორც არის ნორმატიული ასაკობრივი ფაქტორი, ხომ? იმიტომ რომ აი მაგალითისათვის შეიძლება ავიღოთ პუბერტატის პერიოდი. პუბერტატის პერიოდი ეს გახლავთ მომწიფების პერიოდი. ფიზიოლოგიური მომწიფება, როდესაც ხდება გარდამავალ ასაკში და მოიცავს, რა თქმა უნდა, გარდამავალ ასაკს და ამ გარდამავალ ასაკში 12, 13, 14, 15, 16 წელი. ცხადია ჩვენ ახლა ალბათ არ განვავრცობთ ამ თემაზე საუბარს, თუმცა ძალიან საინტერესო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი გადამწყვეტი ეტაპი არის ადამიანის ცხოვრებაში. გარდა ნორმატიული ასაკობრივი ფაქტორებისა, ასევე განვითარებაზე გავლენას ახდენს, რა თქმა უნდა, ნორმატიული შეიძლება ითქვას ეს ისტორიული ფაქტორები. და რა არის ეს? ეს არის მაგალითად ომები, რევოლუციები, ამავდროულად პანდემია, ეპიდემია, ხო, ეპიდემიები, რომელიც გავრცელებულა ბუნებრივი არის, რომ ესეც გავლენას ახდენს განვითარებაზე და არსებობს არანორმატიული ფაქტორები. არანორმატიულ ფაქტორებში ძირითადად მოიაზრება ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ხდება ადამიანის ცხოვრებაში. შეიძლება ეს იყოს ქორწინება, განქორწინება, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. ამავდროულად ეს შეიძლება იყოს სამსახურში რაღაც გარკვეული ცვლილებები, ოჯახის რომელიმე წევრის დაკარგვა, გარდაცვალება და ასე შემდეგ. ასე რომ განვითარება საკმაოდ ფართოცნება არის და რადგანაც ვახსენეთ ერიქსონი 8 სტადია არის, როგორც აღვნიშნეთ, ეს იწყება პირველი დაბადებიდან 1 წლამდე პერიოდი არის უმნიშვნელოვანესი, როდესაც ნდობა-უნდობლობა ყალიბდება და აი ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი არის ეს პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში, როგორი დამოკიდებულება ექნება შემდგომ უკვე დასრულ ასაკში მას სამყაროს მიმართ. ჩვენ ზოგჯერ გვიკვირს ხოლმე არიან ადამიანები, რომლებიც ზოგადად უნდობლობას უცხადებენ გარშემომყოფებს და ხშირად გონია ხოლმე, რომ ეს რაღაცა ცხოვრებისეული გამოცდილებიდან არის, რომ რაღაცა ასე ვთქვათ, რაღაცა ისტორია დგას ამ ადამიანის უკან, ცხოვრებისეული რაღაცა გაკვეთილი, რაღაცა მატრავირებელი და შეიძლება სულაც ეს იყოს დაკავშირებული სწორედ ცხოვრების პირველ ეტაპთან, ნდობა და უნდობლობა.
ნდობლობა, ანუ ეს რას ნიშნავს? ნდობა რამდენად ექნება სამყაროს მიმართ და რამდენად არ ექნება ეს ნდობა და აქ გადამწყვეტი არის მშობლის როლი, მზრუნველის, ამღზრდელის როლი, რამდენად იზრუნებს მასზე განსაკუთრებით აი დაბადებიდან 1 წლამდე და შეიძლება წელიწადი და კიდევ ასე ვთქვათ 5 თვე. ამიტომ აი ჩემი ძალიან მოგრძალებული თხოვნა იქნება ალბათ შეიძლება პატარა მოგრძალებული ასევე რჩევა შეიძლება რეკომენდაციაც დავარქვათ ამას ახალგაზრდა მშობლები, ახალბედა მშობლები, ზოგადად მშობლები, ვისაც ყავს ამასაკის ბავშვი, განსაკუთრებული მზრუნველობა და განსაკუთრებული სითბო გამოიჩინონ ამ ასაკში ბავშვების მიმართ. ზოგადად რასაკვირველია და განსაკუთრებით ამ ასაკში, როდესაც ნდობა და უნდობლობა ყალიბდება. ასევე განვითარების შემდეგი სტადიები არის ეს ავტონომია, ეჭვი, ინიციატივა, დანაშაული, შრომის მოყვარეობა, იდენტობა, ასევე ეს არის ასე ვთქვათ ინტიმურობა, სტაგნაცია და ეს არის ეგოინტეგრაცია ბოლო საფეხური. ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია თითოეული მათგანი და ვფიქრობ თუ გვაძლევს ჩვენ ახლა გადაცემის ფორმატი ამაზე საუბრის შესაძლებლობა, სიამოვნებით გავაგრძელებდი სხვა სტატიებზეც. უბრალოდ სიმბოლურ კი, მე მგონი ჯობია მიმართულება მიცემულია, რომ არსებობს ვინც დაინტერესებულია ერიქსონის თეორიებს თვითონ გაეცნობა, ჩვენ ახლა კარგი მიმართულება მივეცით, მაგალითები შეგვიძლია მოვიყვანოთ რამდენიმე, რომ უფრო მორგებულად აღიქვან. კი ბატონო, აი მაგალითად შეიძლება ერთ-ერთი სტადია ინიციატივა და დანაშაული, რომელიც აი ვახსენებე და ასევე იდენტობის პერიოდი. ნუ ყველა მნიშვნელოვანია, ყველა სტადია მნიშვნელოვანი არის. ხშირად დასრულ ასაკში ადამიანებს უჭირთ ხოლმე გადაწყვეტილების მიღება და უჭირთ ასევე საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის აღება ხოლმე. ჩვენ საზოგადოებაში ხშირად ნახევრად ხუმრობით ამბობენ, შეიძლება ითქვას, აქ არის ცოტა იუმორის ნაზავი ნათქვამი, რომ აი, როდესაც ჩვენ საზოგადოებაში დაახლოებით არის ადამიანი უკვე დასრული მშობლები მოიხსენიებენ მას როგორც ბავშვი. ან რაღაც ეს რა საკვირველია გარკვეულ უხერხულობას ქმნის ხოლმე და ეს არ არის შემთხვევითი და რეალურად ამ იუმორის უკან დგას გარკვეულწილად რეალობა. ადრეულ ასაკში დაახლოებით ეს არის ალბათ დაახლოებით შეიძლება ვთქვათ 3 წლის ასაკი, როდესაც იჩენს ბავშვი უკვე ინიციატივას, როდესაც მის საუბარში ჩნდება უკვე პირველი პირის ნაცვალსახელი მე და როდესაც გარკვეული აქტივობის განხორციელების წინ ბავშვი ამბობს, რომ მე თვითონ, ანუ მას სურს გარკვეულწილად გამოიჩინოს ინიციატივა, მნიშვნელოვანი არის, რომ ამ დროს ბავშვს მიეცეს ამ ინიციატივის გამოხატვის შესაძლებლობა. შეიძლება მაგალითად პატარა 3 წლის ასაკში ვერ იკრავდეს ფეხსაცმლის თასმებს სწორად, ან ღილებს შეიძლება უსწორმასწორად იკრავდეს, მაგრამ საბედნიეროდ დღეს არსებობს ისეთი შესაძლებლობა, წებოვანი ასე ვთქვათ საკრავები და მივცეთ პატარას ინიციატივა და მან თვითონ განახორციელოს ეს აქტივობა. ან თუნდაც თუ კი ეს არის ფეხსაცმლის თასმა, შეიკრას თვითონ ერთხელ, ორჯერ, შეიძლება ჩვენ მივეხმაროთ და არავითარ შემთხვევაში უხეშად, რომ მას არ შეუძლია არ მივანიშნოთ ამაზე და ჩვენ თავად არ ჩავერთოთ აი ამ პროცესში. ასევე უყვართ პატარებს კვების პროცესში თავად უშუალოდ დამოუკიდებლად მიიღონ საკვები და შეიძლება ამ დროს ალბათობა იყოს დიდი, რომ დაისვაროს. რა თქმა უნდა, ამ დროსაც შეიძლება მშობელმა რაღაცნაირად უხეშად გამოსკაცოს კავსი და აიღოს ინიციატივა საკუთარ თავზე და ეს შემდეგ უკვე დასრულ ასაკში ვლინდება. ყოველთვის უკეთესად გააკეთებს თითქოს. აი, ბავშვის განვითარების ამ ეტაპზე, როცა ანუ ის მასაკში შედის, როცა უკვე მე სახქმა აქვს და თავის თავს გამოარჩევს, გამოყოფს და ინდივიდად აღიქოს. ნუ შეიძლება ესე გააზრებულად სრულ კონცეფციას ვერ აღექვავდეს, მაგრამ თვითონ თავის თავს უკვე გამოყოფს. აი, ხა თქვენ რაზეც საუბრობდით და ამ დროს მე მაქვს ხოლმე ასე ვთქვათ, ცოტა არ მომწონს ესე რა ვთქვათ, როცა მშობლები, ოღონდ ეს რა თქმა უნდა არც კრიტიკაა და არც უბრალოდ ჩემი მოსაზრებაა,
როცა ბავშვი ცდილობს რომ უკვე დამოუკიდებლად დაიწყოს ქმედება და მშობელი ვერ გამოდის ჩვენ კონცეფციიდან. აი მაგალითად ამბობს რომ ჩვენ ექიმთან ვიყავით, ვჭამეთ, გავისეირნეთ, დავიძინეთ, გავცივდით და ბავშვთან აკეთებს გაიგივებას და ბავშვს ამ დროს სავარაუდოდ უჭირს, სავარაუდოდ არა, ნამდვილად უჭირს აღქმა მე ვარ თუ ჩვენ ვართ. და მე ვფიქრობ სხვადასხვა კვლევებზე და ფაქტებზე დაყრდნობით, რომ სასურველია მშობელმაც გაიაზროს ის, რომ ბავშვი როცა თვითონ არის ამ ინიციატივის ასაკში და ცდილობს დამოუკიდებლობას, მივცეთ საშუალება და ჩვენ სიტყვა, ასე ვთქვათ, გამოვიყვანოთ. რა თქმა უნდა, 3 წლის ბავშვს დამოუკიდებლად ეზოში ვერ გავუშვებთ და ვთქვათ, ცხელნივთებთან მსგავს მას ვერ მივანიჭებთ ასეთ თავისუფლებას, მაგრამ ასაკის შესაფერისად შეგვიძლია მივცეთ განვითარება და ეს განვითარების სწორ პროცესაც გაამარტივებთ, რომ ჩვენ ყველამ ვიცით ის, რომ მაინც საწყის ეტაპებზე, განვითარების საწყის ეტაპებზე, პატარა ასაკში, ასე ვთქვათ, ბავშვობის ასაკს, რასაც ეძახიან, იქ როგორც ჩამოვყალიბდებით, ფაქტიურად ჩვენ მომავალ ფსიქოტიპს, განვითარებას, როგორი ვიქნებით პირად ცხოვრებაში, მეგობრებთან სამსახურში, ძალიან დიდ მოწყვლადები ვიქნებით თუ ლიდერები ვიქნებით, განსაზღვრავს რამდენად კი, რაღაცა გავლენას მაინც ახდენს და ალბათ ესეც კარგი იქნება თუ ჩვენც შეიძლება ეს მშობლისთვისაც კი კარგი იყოს, როცა ჩვენს ნაცვლად მე და ჩემი შვილი ესე ვიქნებით. დიახ, მარიამ, თქვენ ძალიან სწორი აქცენტი გააკეთეთ და ფაქტიურად აი ის რაზედაც დავიწყე საუბარი, რომ დასრულ ასაკში, როდესაც აღქმა აი ამ დასრულობის არ აქვს ადამიანს, ამის პირველ საფუძვლები შეიძლება სწორედ აღზრდაში დაშვებული შეცდომები იყოს და შემდეგ უკვე მშობლები ბუნებრივია, როდესაც უკვე ხანდაზმულ ასაკს უახლოვდებიან, შემდეგ სთხოვენ უკვე შუახნის ადამიანს გარკვეული, ასე ვთქვათ, ინიციატივის გამოჩენას და მას ეს უკვე ნაკლებად ხელეწიფება ძალიან რთულია. რა თქმა უნდა, შეუძლებელი არ არის, შესაძლებელია, მაგრამ გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რომ შემდეგ დამოუკიდებლად გადადგას ნაბიჯები, აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, გამოიჩინოს ინიციატივა. რატომ? იმიტომ, რომ ადრეული ბავშვობიდან მას აქვს გამოცდილება, რომ ყოველთვის მშობელი უკეთესად აკეთებს რაღაცას და შემდეგ შეიძლება უკვე, როდესაც ის სოციალურ მსახურებაში იქნება, სამსახურში იქნება, საზოგადოებაში იქნება, ყოველთვის მოგრძალებით იქნება დაეჭვებული საკუთარ შესაძლებლობებში და ყოველთვის მის წინაშე იდგება აი ეს საკითხი, რომ სხვა უკეთესად შეძლებს. კი ბატონო, გეთანხმებით სრულიად. ამ განვითარების პროცესებს თან ახლავს მოტივაციაც, რადგან მოტივაციის გარეშე ჩვენ თანხდებით, რომ არც ერთი საქმე, არც ერთი აქტივობა არ იქნება. ყველა ქცევას გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად უდევს საფუძვლად რაღაცის მოტივაცია. ჩვენ ყოველთვის რაღაცის გამო ვაკეთებთ რაღაცას. ეს შეიძლება იყოს შინაგანი მოტივაცია, შეიძლება იყოს გარეგანი მოტივაცია, თუმცა მოტივაცია და შეიძლება იყოს შერწყმულად ორივე და რა თქმა უნდა ჩვენს ასე ვთქვათ საქმიანობას უფრო გააძლიერებს და უფრო მეტი მოტივაციით მივდივართ, თუმცა როგორც ცნობილია, შინაგანი მოტივაცია უფრო ძლიერი და ხანგრძლივი პროცესია ხოლმე. ამაზეც რო ვისაუბროთ, რომ მოტივაციაც როგორც თქვი უკვე ყველაფერში და ყველა აქტივობაში ხდება და ესეც საინტერესო იქნება, რომ განვუმარტოთ მოტივაცია, მოვიყვანოთ მაგალითები და დიახ. რასაკვირველია, მარია, მოტივაცია არის უმნიშვნელოვანესი. ფაქტიურად მოტივაცია ეს არის ის, რაც წარმართავს ადამიანის ქცევას. მე აქ არ შემიძლია არ გავიხსენო ჩვენი დიდი ქართველი ფსიქოლოგი ბატონი დიმიტრი ოზნაძე, რომელიც აღნიშნავს, რომ მოტივაცია რა არის, როდესაც ისაუბრობს მოტივაციაზე, ქცევის ფსიქოლოგიური საფუძველია. ანუ მოტივაცია დიმიტრი ოზნაძის განსაზღვრებით ქცევის ფსიქოლოგიური საფუძვლებია. შემდეგ, რა თქმა უნდა,
мотивაციის ძალიან ბევრი თეორია შეიქმნა ფსიქოლოგიაში და ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმაზე, რაოდენ მნიშვნელოვანი საკითხი არის, რომ მიიქცია ძალიან ბევრი ფსიქოლოგიის ყურადღება და ფსიქოლოგიური სკოლების, მათ შორის მინდა კვლავ ქართული ფსიქოლოგიური სკოლიდან გამოვყო ბატონი შალვა ჩხარტიშვილი, რომელმაც ძალიან ბევრი კვლევა მიუძღვნა სწორედ мотивაციას და мотивაცია და სწავლა დაუკავშირა ერთმანეთს და мотивაციის სამი მნიშვნელოვანი ფორმა შემოგვთავაზა. და აქვე ვისარგებლევდა აღნიშნავ რომ ბატონი შალვას ძალიან მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო არის ასევე ახსნის სოციალური ფსიქოლოგია და ზოგადად უნდა ითქვას, რომ რა თქმა უნდა, мотивაცია ეს არის ის, რაც აღწრავს ქცევას უკვე ამერიკულ ფსიქოლოგიაში, ამერიკულმა სკოლამ კიდევ სხვა, ასე ვთქვათ, ასპექტები გამოყო мотивაციის, ეს არის ის, რაც აღწრავს ქცევას, რაც მიმართულებას აძლევს ქცევას, რაც ღირებულებას, მნიშვნელობას და საზრის ანიჭებს ქცევას. ფაქტიურად, ცით შეიძლება ძალიან ბევრი სურვილი ქონდეს ადამიანს, ანუ მოთხოვნილება, ძალიან ბევრი რაიმე საქმის კეთების, შეიძლება რაღაც ასე ვთქვათ, გარკვეული აქტივობაც დაიწყოს, გარკვეული ქცევაც განახორციელოს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ჩანს, რომ ადამიანს აქვს რაიმეს კეთების ძლიერი მოთხოვნილება, რაღაცის ძლიერი სურვილი, ბოლომდე შეიძლება ვერ მიიყვანოს. რატომ? ამ შემთხვევაში ფსიქოლოგიაში ამბობენ და ფსიქოლოგები ამბობენ, რომ მოტივი იყოს სუსტი. ანუ ეს კიდევ ერთხელ ამოწმობს, რომ მოტივი ეს არის ის, რაც საზრელს მნიშვნელობას, ღირებულებას ანიჭებს ადამიანის ქცევას და თქვენ სავსებით სწორად აღნიშნეთ, არსებობს შინაგანი და გარეგანი მოტივები და სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანი არის როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი მოტივი, მაგრამ ალბათ უფრო უპირატესობა მაინც შინაგან მოტივს ენიჭება, ეს ალბათ სიტუაციურადაც უნდა განისაზღვროს, აი მაგალითად ჩემი ასე ვთქვათ გარკვეული გამოცდილებიდან როდესაც სასწავლო საგნის დაწყების, რომელიმე კურსის დაწყების წინ სტუდენტებს ვესაუბრები იმაზე, თუ რატომ არის ეს კურსი მნიშვნელოვანი, უბრალოდ არ ვაცნობ, ასე ვთქვათ, სილაბუსს, ანუ იმ სასწავლო გეგმას, რომლითაც სემესტრის განმავლობაში უნდა ვიხემძღვანელოთ. არამედ ამასთან ერთად მათ ხშირად ვესაუბრები კურსის მნიშვნელობაზე, ღირებულებაზე, რატომ არის აუცილებელი, რაში დაეხმარება მას ეს და ჩემი დაკვირვებით ძალიან კარგი შედეგი არის ხოლმე, როდესაც გააზრებულად სწავლობენ ისინი საგანს და არა მხოლოდ შეფასებისთვის, რაც არის გარეგანი მოტივი. მართალი ხართ. აი ერთი მაგალითიც შემიძლია მოვიყვანო, რომ მაგალითად რო ვიყოთ შინაგანი და გარეგანი мотивაციის მაგალითად მასწავლებელი, რომელიც მოტივირებულია გარე ფაქტორით, ეს შეიძლება იყოს ანაზღაურება, გარე ფაქტორით მოტივირება, ანაზღაურება და შიდა ფაქტორით, რომელიც შეიძლება იყოს წვლილის შეტანა მომავალი თაობის განვითარებაში. ეს არის გარეგანი, ეს არის შინაგანი ფაქტორი, მაგრამ თუ ეს ორივე ერთმანეთს ემთხვევა, ეს უკვე ძალიან ძლიერი ფაქტორია და მისი, ასე ვთქვათ, პროფესიული კმაყოფილებაც და მის ხელში გამოვლილი ბავშვიც უფრო მეტად კომპეტენტურია და უფრო მეტად განვითარებულიც ხდება. ანუ ესეთი მსგავსი მაგალითებიც უხვად შეგვიძლია. მარიამ, თქვენი სინებართვით, რადგანაც თქვენ სასწავლო პრაქტიკიდან მოიყვანეთ ესეთი მაგალითი, აქ მახსენდება შეიძლება პირდაპირ არ იყოს კავშირში, მაგრამ გარკვეულწილად ჩემში ეს ასოციაცია გამოიწვია. დამწყები მასწავლებელი, რასაკვირველია პირდაპირ მნიშვნელობით ალბათ არ გაიგებენ დამწყები მასწავლებლები, თუ კი ისინი გვისმენენ. ყოველთვის ხოლმე, როდესაც გაკვეთილის დასრულების შემდეგ კლასის მიღმა გამოდიან, ფიქრობ, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ფიქრი იმაზე, რომ აი რა კარგად გამომივიდა. და როგორ ასე ვთქვათ, რაღაცნაირად შევძელი და გამოცდილი მასწავლებელი ყოველთვის გაკვეთილის დასრულების შემდეგ ფიქრობს იმაზე, რომ
რამე ხომ არ დავაკელი, ხომ არ იქნებოდა ასე უკეთესი, რა გაიგეს, როგორ გაიგეს, რამდენად სწორად მიიტანა ის ძირითადი სათქმელი, რაც იყო იმ გაკვეთილით გათვალისწინებული. კი ბატონო, ასევე ადამიანის განვითარების და ცხოვრების ყველა ეტაპზე ერთ-ერთი კომპონენტი, რაც შემოდის ხოლმე, არის ადაპტაცია, იმიტომ რომ ადამიანს ხშირად გვიწევს ადაპტაციური ასე ვთქვათ, სიტუაციებთან ადაპტაცია, თუნდაც საცხოვრებლის შეცვლა, თუნდაც სასწავლებლად სხვა ქალაქში გადასვლა, თუნდაც სამსახურის გამოცვლა, ყველგან შეგვიძლია ამ ადაპტაციის წინაშე. ეს ადაპტაცია თვითონ წარმოადგენს პროცესს, როცა ინდივიდი ერგება გარემოს მოთხოვნებსა და ცვლილებას, რათა შეინარჩუნოს ფსიქოლოგიური ბალანსი და ეფექტურად განაგრძოს ფუნქციონირება. მაგრამ ეს არ არის კონფორმულობა. რაც კარგად ხაზგასმით შეგვიძლია რო აღვნიშნოთ, ადაპტაციაში ასევე ორი სახის მოდელს რო ვთქვათ, ესე ხვდებით, ასიმილაციას და აკომოდაციას. ამაზე რო ვისაუბროთ ცოტა ვრცლად და თითოეულიზე ასიმილაციაზეც და აკომოდაციაზეც რო თითო მაგალითი მოვიყვანოთ, რომ უფრო გასაგები იყოს მოყურებლისთვის. კი ბატონო, განვითარება ფაქტიურად ადაპტაციის გარეშე წარმოუდგენელია, ეს არის მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ადაპტაცია თქვენ აბსოლუტურად სწორად განსაზღვრეთ, ეს არის საშუალება, რომელიც არეგულირებს ჩვენს, ასე ვთქვათ, ფიზიკურ, კოგნიტურ და ემოციურ სფეროს გარემოს მოთხოვნების შესაბამისად. ოღონდ აქ ერთი რამ არის ხაზგასასმელი და აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ ადამიანი გარემოს მოთხოვნების შესაბამისად ახდენს ადაპტაციას, ეს არ ნიშნავს, ასე ვთქვათ, კონფორმულობას. ანუ ერთი შეხედვით თითქოს ჩნდება ასოციაცია და არის გარეგნული, ასე ვთქვათ, ნიშნები, რომ ეს არის რაღაც გარკვეულწილად პირდაპირ კონფორმულობა, მაგრამ აქ უნდა აღინიშნოს ის, რომ ადამიანი აუცილებლად ინარჩუნებს ბალანსს საკუთარ მესსა და იმ გარემოს შორის, ხო, რომელთანაც ასე ვთქვათ, რომლის მოთხოვნების შესაბამისადაც იქცევა. ადაპტაცია არის აუცილებელი განვითარებისათვის და არსებობს ადაპტაციის ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმები, ეს არის ასიმილაცია და აკომოდაცია. ეს ტერმინები ეკუთვნის შვეიცარიელ ფსიქოლოგს, ბავშვთა ფსიქოლოგი გახლდათ, ჟან პიაჟეს და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კოგნიტური განვითარების თეორიის ფუძემდებელია ასევე ჟან პიაჟე. ჩვენი საუბრის დასაწყისში ჩვენ ვახსენეთ ერიკ ერიქსონი, რომელმაც განვითარების 8 სტადია შემოგთავაზა და მისი განვითარების სტადიები იწოდება ფსიქოსოციალურ განვითარების სტადიებად, პიაჟეს განვითარების სტადიები, ჟან პიაჟეს სტადიები იწოდება კოგნიტური განვითარების სტადიებად. ეს კიდევ ცალკე სხვა სასაუბრო თემა არის, რა სტადიები არის და რა შინაარს მოიცავს. რაც შეეხება ასიმილაციას და მაგალითს. ასიმილაცია მოგეხსენებათ ზოგადად შერწყმას ნიშნავს და რაზეა აქ საუბარი. აი მაგალითად ჩვენი ყოველდღიურობიდან თუ არ მოვიყვანოთ კლასიკური მაგალითი და ჩვენი ყოველდღიურობიდან რა ხდება ჩვენს ყოველდღიურობაში. მაგალითად, როდესაც ადამიანი შეიძენს ახალ მობილურს და ეს არის ახალი რაღაცა სიახლე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ის ცდილობს, რომ ის წინა მობილური, რომელიც მას ჰქონდა და მასთან ურთიერთობის გამოცდილება, იმ სქემებთან ურთიერთობის გამოცდილება, რომელიც ჰქონდა წინა მობილურს, რომელსაც ის იყენებდა, სწორედ იმ სქემებით დაიწყოს ახალი მობილური სქემების ახსნა. და რეალურად შეიძლება ნამდვილად დაემთხეს და არ დაჭირდეს, ასე ვთქვათ, იმ წინა ცოდნის გარდაქმნა, აი ახალი რაღაც, ასე ვთქვათ, რეალობის შესამეცნებლად. და აკომოდაციის შემთხვევაში პირიქით, ანუ შეიძლება გამოიყენოს ის წინა ცოდნა, დაიწყოს, ასე ვთქვათ, ათვისება ამ ახალი მობილურის, წინა სქემები გამოიყენოს და აღმოჩნდეს, რომ არა, ერთი შეხედვით გავდა. ანუ ის ცოდნა, რომელიც მას ჰქონდა, რაღაც ეტაპზე შეიძლება გამოადგეს, გამოიყენოს ახალი მობილურის, ასე ვთქვათ, ფუნქციის, მისი მენიუს ათვისებისთვის, მაგრამ რაღაც მომენტში შენიშნავს
აღინიშნა, რომ სქემა არის შეცვლილი. შესაბამისად იწყება მისი, ასე ვთქვათ, წინა სააზროვნო სქემების გარდაქმნა ისე, რომ მან შეითვისოს, ასე ვთქვათ, აითვისოს აი ამ ახალი მობილურის მენიუ. შეგვიძლია კლასიკური მაგალითიც ბავშვებზე, მაგალითად, ბავშვი, რომელსაც გამოცდილებაში აქვს ის, რომ ის ხედავს და იცნობს ჩიტს და შემდეგ როდესაც ხედავს თვითმფრინავს. რა თქმა უნდა, პირველი შემთხვევა ეს არის ასიმილაციის პროცესი არის, როდესაც მისი სააზროვნო სქემები სწორედ იმ გამოცდილების შესაბამისად იწყებს ფუნქციონირებას, რომელიც მას აქვს გამოცდილებაში და თვითმფრინავს წარმოიდგენს როგორც ასე ვთქვათ ჩიტი, მაგრამ როდესაც ახლო ასე ვთქვათ მანძილზე შეამჩნევს მას და დააკვირდება, აღმოჩნს, რომ არა, ეს ჩიტი არ არის, ეს რაღაცა სხვა არის. აი ამ დროს უკვე მისი არსებული სქემები, ანუ ის წინაცოდნა, რომელიც მას აქვს, გარდაიქმნება ახლის შემეცნებისთვის. მე მგონი ძალიან კარგი და გასაგები მაგალითი იყო. მინდა ასევე შევეხო იდენტობას. ჩვენ ფაქტიურად გამოგვივიდა, რომ განვითარების ფსიქოლოგიის ტერმინებს განვიხილავთ. ჩვენ განვითარების ფსიქოლოგიით დაინტერესებულ მაყურებელს მინდა ასევე ვუთხრა, რომ ქალბატონი ლანა სულხანიშვილი 29 სექტემბრიდან იწყებს ასე იგივე სახელწოდებით ლექციათა ციკლს, რომელიც იქნება 8 შეხვედრიანი, იქნება ძალიან სიღრმისეული და ამომწურავი. ეს ლექციები ჩატარდება ფასკუნჯის სივრცეში და გელოდებით დაინტერესებულ პირებს და რამოდენიმე სიტყვით რა უთხრათ მაყურებელს, რას ვთავაზობთ ამ კურსიდან, იმიტომ რომ მე მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანს გარდა ფსიქოლოგებისა, ასევე მასწავლებლების, ყველა სოციალური წარმომადგენლების, სოციმუშაკების, ყველა ადამიანს, ვისაც ბავშვებთან, ადამიანებთან ესეთი უშუალო შეხება აქვს, ვფიქრობ, რომ ამ კურსით დაინტერესდებიან და ძალიან მნიშვნელოვან გამოცდილებას და ცოდნას მიიღებენ. მეც მაგალითად მიუხედავად იმისა, რომ ეს გავლილი მაქვს, ვიცი კიდეც სიამოვნებით ისევ დავესწრები ყველა შეხვედრას და კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, გადავიმეორებ და ახალ რაღაცასაც შევიმეცნებ. იმიტომ რომ განვითარების პროცესი არის უწყვეტი პროცესი და არა ერთჯერადი და რაღაცაში თუნდაც ვიყოთ უკვე რაღაც გამოცდილება გქონდეს რაღაც საქმეში, ყოველთვის საინტერესო გამოწვევაა, როდესაც ისევ იგივე საქმეში ვივითარებთ თავს და არ ვამბობთ, რომ მე ეს უკვე ვისწავლე, მე ეს უკვე ვიცი. ეს ჩემი ხედვაა ყოველ შემთხვევაში. ერთი-ორი სიტყვით თქვენც რა უთხრათ დაინტერესებულ მაყურებელს, რას შევთავაზებთ? ზოგადად მინდა აღვნიშნო, რომ ფსიქოლოგიით დაინტერესებული ადამიანებისათვის იქნება მნიშვნელოვანი ეს კურსი და რატომ გავუსვი ხაზი და რატო გავაკეთე აქცენტი ზოგადად ფსიქოლოგიაზე. ფსიქოლოგია წარმოუდგენელი არის განვითარების ფსიქოლოგიის გარეშე, ისევე როგორც ფსიქოლოგიის საფუძვლების გარეშე. ფაქტიურად ქვაკუთხედი არის ფსიქოლოგიის საფუძვლები და ადამიანის განვითარების ფსიქოლოგია და თუ მეტაფორულად დავინახავთ ჩვენ ამ კურსს, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის კურსი, რომელიც დაგვანახებს ჩვენ ჩვილობიდან ცხოვრების ბოლომდე და უფრო ადრეც მუცლად ყოფნის პერიოდიდან, როგორ ვითარდება და შემდეგ განვითარების რა გზას და რა ეტაპებს გადის ადამიანი და ვახსენე მეტაფორა. მეტაფორულად თუ გამოსახავთ ჩვილობის პერიოდი შეიძლება რაღაც მარგალით შევადაროთ ჩვენ და შემდეგ შეიძლება ეს უკვე პატარა მებაღე, შემდეგ უფლისწული ან მეფის ასული შეიძლება ეს იყოს ასე ვთქვათ რაინდი, რომელიც ძიების პროცესია ცხოვრების რაღაც ეტაპზე, თქვენ იდენტობაც ახსენეთ მარია, ძიების პროცესში არის განსაკუთრებით ამ ეტაპზე ადამიანი იწყება უკვე საკუთარ და ექსისტენციალურ კითხვაზე უფრო სწორად პასუხისგაცემა ვინ ვარ მე და ეს რაინდობა ძალიან მნიშვნელოვანი არის. ასევე, რა თქმა უნდა, უკვე მეფე, დედოფალი და ბრძენი, ხო? ანუ როგორ მიდის სიბრძნემდე ადამიანი. ანუ აი ამ ყველა მეტაფორულად, აი ამ გზას გადის ადამიანი და რასაკვირველია მეტაფორის მიღმა დგას ძალიან დიდი შინაარსი, რა გზას გადის ადამიანი ჩასახვიდან ცხოვრების ბოლომდე, ცხოვრების დასასრულამდე. ეს არის უმნიშვნელოვანესი და აი ზოგადად
ზოგადად ადამიანები ცხოვრების განმავლობაში ცდილობენ, რომ ძალიან ბევრი რამ ისწავლონ, ძალიან ბევრ ცოდნას დაეუფლონ. ეს ძალიან კარგია თავისთავად, რა თქმა უნდა, მაგრამ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ცოდნა ეს არის ცოდნა საკუთარი თავის შესახებ. ანუ თვითშემეცნება და აი ამ თვითშემეცნების გზაზე როგორ ვითარდება ადამიანი, რა გზას გადის, რა კანონზომიერებები არსებობს განვითარების ამ კურსის ფარგლებში მათ ექნებათ შესაძლებლობა რომ მიიღონ პასუხები და ძალიან დიდი მადლობა ზოგადად აი ამ შეხვედრების ორგანიზატორს. თან კიდევ გირჩევთ, იმიტომ რომ ქალბატონი ლანა ჩემი ლექტორი იყო მაგისტრატურაზე სწავლის დროს და საკმაოდ გასაგებად და სიღრმისეულად მარტივ ენაზე იცის გადმოცემა, სულ ამბობ ხოლმე, რომ ქალბატონ ლანას როცა მოусმენ, როცა რაღაცას ხსნის, რო არ გინდოდეს იმის გაგება, მაინც გაგაიგებ. იმდენად აი ხაც შეამჩნევდით პოდკასტის ყურების დროს, რამდენად მარტივად და გასაგებად შეუძლია ყველაფერის გადმოცემა. მოდი დასასრულისკენ წავიყვანოთ ჩვენი პოდკასტი. ისევ მინდა რომ ორი ტერმინი შემოვით, ან ორი ტერმინის განმარტება თემატურიც იქნება ჩვენს კურსთან დაკავშირებით, რომელიც ახლა დავაანონს, ეს იდენტობა და სოციალიზაცია შეგვიძლია განვიხილოთ, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და არსებითი და განუყოფელი და ასე ვთქვათ, ძირითადი ნაწილიც არის ადამიანის ფორმირებაში, იმიტომ რომ იდენტობის გარეშე ადამიანი ფაქტიურად დაკარგულია და არეულიც ესე რომ ვთქვათ. ორი უმნიშვნელოვანესი ცნება, იდენტობა და სოციალიზაცია. როდესაც ჩვენ ერიქსონის თეორიაზე ვსაუბრობდით და მიმოვიხილეთ, ფაქტიურად ეს იყო სოციალიზაციის ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, აი ეს ეტაპები, რომელიც მიმოვიხილეთ. ანუ სოციალიზაცია ეს არის ინტეგრაცია ფაქტიურად საზოგადოებასთან, თავად სოციალიზაციის პროცესი არის საზოგადოებასთან დაახლოების, საზოგადოებასთან ინტეგრაციის, სოციალიზაციის დროს ადამიანი სწავლობს საზოგადოებაში არსებულ გარკვეულ წესებს, ნორმებს, ქცევის მოდელებს, ქცევის სტანდარტებს. პირველადი, ასე ვთქვათ, ის სპეციალური გარემო, სადაც ადამიანი გადის სოციალიზაციას, ეს გახლავთ ოჯახი. და კიდევ ერთხელ ხაზგასმით შეიძლება ითქვას, რაოდენ ძლიერი ასე ვთქვათ, სტრუქტურული ერთეული და ინსტიტუცია გახლავთ ოჯახი. ფაქტიურად ადამიანის ჩამოყალიბება იწყება ოჯახიდან და აი ეს ურთიერთობის ფორმები, რომელიც არის ოჯახში, დამოკიდებულება შვილის მიმართ, დამოკიდებულება უფროსების ერთმანეთის მიმართ, დამოკიდებულება მესამე თაობის მიმართ. აი ამ ყველაფერს ამ ქცევის მოდელებს სწავლობს ბავშვი ოჯახში. ასევე ოჯახის გარდა სკოლა შეიძლება ვთქვათ, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც გადის ადამიანი სოციალიზაციას. მასმედია, სოციალური მედია მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, სეგმენტი არის და ძლიერი ფაქტორი სოციალიზაციის პროცესში და ესეც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. და როდესაც ჩვენ საუბრობთ სოციალიზაციაზე, ასევე მსურს ვახსენო მეორე ტერმინი რესოციალიზაცია. რესოციალიზაციის შემთხვევებიც არის საკმაოდ ფართო, გავრცელებული, მაგალითად შეიძლება ადამიანი, რომელიც გადის სოციალიზაციას, ეს შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც ერთი მთლიანი დაუწყვეტი ჯაჭვი და რაღაც ცხოვრების ეტაპზე გარკვეული სიტუაციებიდან გამომდინარე შეიძლება აღმოჩნდეს საზოგადოებიდან მთლიანად ან ნაწილობრივ იზოლაციაში ადამიანი. შეიძლება ეს იყოს რომელიმე დაავადებიდან გამოწვეული, ავადობიდან, შეიძლება ეს იყოს ასე ვთქვათ, პატიმრობაში მყოფი ადამიანი, რომელსაც თავისუფლება აქვს აღკვეთილი და შეზღუდული აქვს მას თავისუფლება. რესოციალიზაციას გადის, როდესაც ის ბრუნდება საზოგადოებაში და კვლავ მოწყვეტ ჯაჭვში ერთვება და რა თქმა უნდა ის სიახლეები, ცვლილებები, რომელიც იყო ამ დროს საზოგადოებაში, ხდება მისი მხრიდან ამის ყველაფრის ათვისება. და მეორე ტერმინი ეს გახლავთ იდენტობა. იდენტობაზეც ძალიან ბევრი შეიძლება რომ ვისაუბროთ და უბრალოდ მინდა აღვნიშნო, რომ აი ერიქსონის თეორია, რომელიც თქვენ ახსენეთ, იქ არის ერთ-ერთი სტადია სწორედ იდენტობის პერიოდი. ეს არის მოზარდობის ასაკი. მოზარდობის ასაკმა დღეობით დაიწია. თუ კი ადრე 12-13 წლით იყო განსაზღვრული, დღეს უკვე 11-12 წლიდან შეიძლება ითქვას, რომ იწყება მოზარდობის ასაკი და სწორედაც აი ამ დროს ძალიან ბევრი როლის აღრევა ხდება.
საკუთარი თავის ძიებაში არის მოზარდი და მთავარი კითხვა, რომელიც მის წინაშე დაისმის, ეს არის ვინ ვარ მე და ის არის აი ამ პასუხის ძიებაში. სხვათა შორის, აქვე მინდა აღვნიშნო, როცა ჩვენ იდენტობაზე ვსაუბრობთ, ერთხელ მიღწეული იდენტობა შეიძლება კვლავ დაკარგოს ადამიანმა და ეს არის, ასე ვთქვათ, გარკვეულწილად უწყვეტი პროცესი. ერთხელ მიღწეული იდენტობა შეიძლება დაიკარგოს. ბევრი თეორია არის შექმნილი იდენტობის, სხვადასხვა ფორმები არსებობს. იდენტობის კვლევა ეს არის არამხოლოდ ფსიქოლოგიის, არამედ ფილოსოფიის, სოციოლოგიის და სხვა, ასე ვთქვათ, მეცნიერების, სოციალური მეცნიერების დარგის შესწავლის საგანი იმდენად ფართო ცნება არის და როგორც აღვნიშნეთ, ეს არის მთავარი პასუხისძიება კითხვაზე ვინ ვარ მე. ეს არის მარადიული კითხვა, რომელსაც ადამიანი ალბათ ყოველდღიურად უნდა პასუხობდეს და უნდა აღვნიშნო ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი არის იდენტობის 4 ფორმა, რომელიც გამოიკვეთა სხვათა შორის დასაბამი დაუდო ერიქსონმა, დაიწყო ამ საკითხებზე მან საუბარი, გაამახვილა ყურადღება, ძალიან საინტერესოდ რასაკვირველია და შემდეგ უკვე ჯეიმს მარსიემ გამოყო იდენტობის 4 ფორმა. ეს არის დაკარგული იდენტობა, მიღწეული იდენტობა, მორატორიუმი და დიფუზური იდენტობა. და ძალიან მოკლედ შევეცდები, რომ ორიოდე სიტყვით მაინც აღვნიშნო თითოეულ მათგანზე. როდესაც საუბარია დიფუზური იდენტობაზე, ფაქტიურად ეს არის ის მდგომარეობა, როდესაც არ სურს ადამიანს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, გაურბის ამ კითხვაზე პასუხის გაცემას და მიყვება შეიძლება ითქვას ცხოვრების დინებას. აი დღევანდელი დღე რაც თავაზობს ადამიანს, მიიღებს მხოლოდ ამას და აი საკუთარ თავში გარკვეული აღმოჩენები, მოგზაურობა, გარკვეული შრეების აღმოჩენა საკუთარ პიროვნებაში, აი ამ ყველაფერს მოკლებული არის ადამიანი და მისგან განსხვავებული არის, რა თქმა უნდა, მორატორიუმი. განსაკუთრებით განვითარების ფსიქოლოგები, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ აი ეს მორატორიუმი უფრო უკავშირდება, რა თქმა უნდა, ძიების პროცესს, რომელიც იწყება მოზარდობის ასაკიდან, უფრო მძაფრდება უკვე დაახლოებით 19-20 წლის ასაკში და 25 წლამდე განსაკუთრებით აი ძალიან ასე ვთქვათ, აქტიურად მიმდინარეობს და აქტიურ ფაზაში არის, ხო? ეძებს იმ პროფესიას, ეძებს იმ სფეროს ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც მის ღირებულებებთან, მის ინტერესებთან არის შესაბამისობაში და ის სულ ძიებაში არის და სულ აღმოჩენაში საკუთარ თავში ახალი და ახალი შესაძლებლობების. ეს არის სხვათა შორის აი ეს ეტაპი სტუდენტურ ასაკს, როგორც უწოდებენ. რა თქმა უნდა, უწყვეტი განათლების პროგრამა არსებობს, პირობითად ვამბობ ჩვენ, რომ სტუდენტობის ასაკი არის ეს ასევე და ის სულ ძიების პროცესია განსაკუთრებით პროფესიის, დასაქმების სფეროსი და ასე შემდეგ. და აქვე უნდა ითქვას, რომ არსებობს მიღწეული იდენტობა, როდესაც უკვე მიაღწევს ადამიანი და როგორც აღვნიშნეთ, შეიძლება მოხდეს დაკარგვა, ხო, შემდეგ ამ ერთხელ მიღწეული იდენტობის. მაგალითად, ეს შეიძლება განაპირობოს ემიგრაციაში წასვლამ, შიდა მიგრაციამ, სამსახურის ცვლილებამ და შესაბამისად გარკვეულწილად, აი ამას გარკვეულწილად მოყვება ხოლმე თავიდან, ასე ვთქვათ, იდენტობის ძიება. ეს რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ფაქტორი არის, რომელიც მაგალითის სახით წარმოვადგინე და დაკარგული იდენტობა. დაკარგული იდენტობა ეს არის ძალიან მტკივნეული, შეიძლება ითქვას, საკითხი, როდესაც ადამიანს არ აქვს საკუთარი მე და როდესაც ხშირ შემთხვევაში ცხოვრებისეულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსაც ის ანდობს სხვა ადამიანებს. და ასე ვთქვათ, შეიძლება ეს იყოს პროფესია, განსაკუთრებით რატო ვამახვილებ პროფესიაზე ყურადღებას, იმიტომ როგორც აღვნიშნეთ, იდენტობის პერიოდი ეს არის მოზარდობის ასაკთან დაკავშირებული უპირველესად და ეს არის ის ასაკი ზუსტად, როდესაც ამ ასაკში ხდება პროფესიის არჩევაც, ხო? და ხშირად მშობლების თავაზობენ ხოლმე. რატოს თავაზობენ? ახლა ეს კიდევ სხვა თემა არის, ეს არის მათი შეიძლება ითქვას არ არეალიზებული განწყობა. იქამდეც მივყავართ ჩვენ ექიმთან თან ვიყავით ჩვენ ჭამეთ პატარა ბავშვს წენა რომ მოვიყვანე მაგალითი პატარა ბავშვი და ეს მიყვება ეს ხო არა რომ 3 წლის
ბავშვს ესე ველაპარაკებ და 5 წლის ასაკში რო გახდება, მიხვდები რომ დამოუკიდებლობა ეს სულ მოყვებათ ხოლმე და აი ერთ-ერთი პირობა ეხა ეს კარგი მაგალითია, რომ ბავშვობაში როგორც მიუდგებით, როგორც მშობელი ჩვენს თავს და როგორც შვილი, ისე მაინც აი კარგი მაგალითია იმის, როგორ წინ გვხვდება მე დიდ ასაკშიც. ან ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს სეპარაცია, ანუ გამოყოფა უნდა მოხდეს, შერწყმული არის მშობელი და შვილი და ვერ ვიგებთ, სად იწყება მშობელი, სად მთავრდება შვილი და ასე შემდეგ. რასაკვირველია, მშობლების რჩევის გათვალისწინება არის მნიშვნელოვანი, ასევე მნიშვნელოვანი არის მოზარდისათვის ავტორიტეტული ადამიანის აზრის გათვალისწინება, მაგრამ რა თქმა უნდა, საბოლოოდ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს თვითონ. და ამ შემთხვევაში თუნდაც აი კონკრეტული მაგალითის ფონზე ეს შეიძლება ჩავთვალოთ, რომ არის დაკარგული იდენტობის ერთ-ერთი მაგალითი. თანხმებით და ამ 4 ფორმიდან ყველაზე სასურველი საითკენაც ჩვენ მივისწრაფვით არის იდენტობის მიღწევა. დიახ. და იდენტობის მიღწევის მაგალითიც რომ მოვიყვანო, ერთ-ერთი იგივე მაგალითზე იქნება, რომ სტუდენტი, აბიტურიენტი, რომელიც თვითონ გაანალიზებს თავის ღირებულებებს და ის გააზრებულად თავისი მოთხოვნილებების და სურვილების გათვალისწინებით გააკეთებს პროფესიულ არჩევანს. ეს არის უკვე იდენტობის მიღწევა, სადაც ჩვენ მივისწრაფვით და იდენტობა, როგორც უკვე აღნიშნეთ, ყალიბდება ძიებისა და არჩევანის შედეგად და ეს პროცესი ყველა ადამიანის წინაშე დგება, ეს გამოწვევა სხვადასხვა ასაკში, სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა მასშტაბით. ასე რომ ეძიებდე და ხპოვებდე, არ არის ნათქვამი. მადლობა სტუმრობისთვის. ვფიქრობ, რომ ძალიან ინფორმირებული გადაცემა გამოვიდა. მაყურებელს კი ვთხოვ, რომ დაგვიწერეთ კომენტარებში, როგორ მოგეწონათ, რას შევმატებდით ჩვენ გადაცემას, ასევე დაგვიწერეთ შემდეგი გადაცემისთვის რა ტერმინები გქნებავთ, რომ განვიხილოთ და ჩვენ გავითვალისწინებთ. ასევე თუ მოგწონთ ეს პოდკასტი, გამოიწერეთ ფასკონჯისა და ჩემი სოციალური ქსელები, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოთ მსგავსი თემატიკის შესახებ. მადლობა ქალბატონო ლანა სტუმრობისთვის, ძალიან სასიამოვნო სტუმარი იყავით, კომფორტული და რა თქმა უნდა თქვენი ცოდნაც ძალიან გასაგებად გაგვიზიარეთ და დაგემშვიდობებით თქვენ და დავამშვიდობები მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა მარიამ, რა თქმა უნდა, მე მინდა წარმატებები გისურვოთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც თქვენ დაიწყეთ და ასევე მინდა აღვნიშნო და კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს მსმენელებს, მაყურებლებს, რომ ის რაზედაც ჩვენ ვისაუბრეთ, იყო მხოლოდ ტერმინების განსაზღვრება და ამ ყველაფრის უკან დგას ძალიან დიდი და მდიდარი შინაარსი. მადლობას მოგახსენებთ. ნახვამდის.